როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს გავშალოთ უკონტაქტო ურთიერთობაზე. ან თუნდაც ისეთ ურთიერთობას, სადაც თითქოს კონტაქტო, მაგრამ ამას კონტაქტი არ ეწოდება, თქვენ შეგიძლიათ უყუროთ. სადაც დუმილია პირდაპირ, ანუ დღეს არო, გეტყვით ყველაფერს, ზოგადი გაშლების მადლით, სადაც დუმილია, უკონტაქტობა, მოკლედ, რას ფიქრობს და გავარკვიოთ ყველაფერი თქვენზე. და რა თქმა უნდა, ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოს ყველა ბედნიერი და უღრმესი მადლობა თქვენი კომპლიმენტებისთვის, ცალკე დიდი მადლობა ამისთვის. ნახოთ, უკონტაქტო ურთიერთობა დუმილი შეიძლება იყოს კიდე როგორი იცი, შეიძლება შენ, აი მე ესე ვფიქრობ მაგალითად ისეთი პასუხი გამცე, ხო? ჩავთვალო რომ ამ პასუხს ჯობდა საერთოდ პასუხი არ გაგეცა, ან იგივენაირი დუმილია, იმიტომ რომ მე კითხვას როცა ვსვამ, ვერ ვიგებ პასუხს და შესაბამისად თქვენც გადახედეთ, აბა თუ მსგავს შეგრძნებებში ხართ, როგორც ახსენე, თქვენ შეგიძლიათ უყუროთ. ნახოთ აბა რას ფიქრობს. გულთან როცა მოვა გაშლა, იცოდეთ რომ ეს თქვენი გაშლა, თუ თქვენ ხვდებით რომ ეს თქვენი გაშლა არ არის, ესე თქვენი გაშლა არ არის და სავალდებულო სულაც არ არის რომ დაემთხოს ეს ყველაფერი. ჯერ ნახოთ, როგორ არის, მოვიკითხოთ. როგორ არის, რა ენერგიებშია თვითონ ეს ადამიანი და მე თქვენთან დაკავშირებით. რა ენერგიებშია? საკმაოდ პოზიტიურ ენერგიებშია, იყურება მომავლისკენ, შეიძლება შეხურებდეს რაღაც გზას ეს ადამიანი და თვლიდეს რომ რაღაც არჩევა უნდა გააკეთოს, გავიდეს, გამოვიდეს, შეიძლება რა ვიცი რას ფიქრობს, მაგრამ მომავლის იმედებით არის სავსე და თითქოს ისეთი გრძნობა მჩება რომ ახლანდელი შეიძლება იმდენად არ მოწონდეს, რომ აი მომავალი მის წარმოდგენებში არის ძალიან მაგარი და აქ ცოტა შეცდომას უშვებს ადამიანი, როცა შენ დღევანდელ რეალობაში არ ხარ კარგად, თუ დღევანდელს რაღაცას არ გამოასწორებ, მომავალში რაც უნდა წარმოიდგინო, უი მაგარი იქნება ყველა ვარიანტშიო. ეს ძალიან დიდი შეცდომაა და მე იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანი ამ შეცდომას არ დაუშვებს. რაც შეეხება თქვენთან როგორ ენერგიებშია, აი რაღაცნაირ სინქრონში არის მაინც რომ ეს მომავალზე ფიქრი მოისაზრებს თქვენთან ურთიერთობასაც, თქვენთან რაღაცნაირ სპონტანურ ნაბიჯს, რაღაცა აფეთქებას. ამიტომ ენერგიები აქვს. ნახოთ ახლა ეს ენერგია როგორია დავაკონკრეტოთ. ანუ ეს როგორი ენერგია? მომენტალური ენერგია, რაღაცა უცებ რო შეივსები თუ როგორია ეს? როგორი ენერგია? ნაბიჯებთან არის ზუსტად, ნაბიჯებთან არის. ესე იგი, ახლა რა ხდება? ძალიან კარგი ამბავია, რა თქმა უნდა, ხა ყველასთვის ვერ დაგაიმედეთ, თორე მე ყველას გისურვებთ, რა თქმა უნდა, ჩემ ყველა გამომწერს უულევ ბედნიერებას და სიხარულს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი ფიქრობს, რომ მე უნდა გადავდგა ისეთი გააზრებული ნაბიჯი, რომ აი იმ მომავალზე, რომელიც მე წარმომიდგენია, ჩემი ცხოვრებისთვის და ასევე შენთან ერთად მე მოვისაზრებ მომავალს და ამისთვის უნდა გადავდგა ნაბიჯი და გავარკვიო ის, რაც გაურკვეველია და ძალიან ასე ვთქვათ, ერთი და იგივე ხდება სულ და ერთ წრეზე ტრიალია, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი პასუხი მაინც მასია დამოკიდებული და მას ფიქრობს, ამას იაზრებს ეს ადამიანი და მე მაინც მგონია, რომ ხა გამოვა თუ არა კონტაქტზე, ამას უკვე მე ვფიქრობ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ჩანს, რომ გამოვა ეს ადამიანი კონტაქტზე, გამოვა ესეთი ჯერ პატარა ნაბიჯით, რაღაცნაირი აფეთქებებით და მერე უკვე რა თქმა უნდა, მოდის როგორც აი პენტაკლის მეფე. აი, ამ დიდი პენტაკლით მოდის შენთან. ვინ არის დღეს ეს ადამიანი შენთვის, აი ახლა ამ კონტაქტობის დროს, ვინ არის ეს შენთვის? ნუ, ადამიანი, რომელს მიმართ აქვს გრძნობა, გულისული შენსკენ მოუწევს და ამაში დარწმუნებულია. ზეც ამოვიდა. ძალიან მაგარი. ამაში დარწმუნებულია და ყველაფერი იქნება კარგად, მაგრამ შენ რაღაცა უმაყოფილო. შენი პოზიცია გარკვეულია მისთვის და შეიძლება შენ სულაც აღარ გინდოდეს უკვე ეს ადამიანი, როგორი პენტაკლიც არ უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ ხარ აი ულამაზესი, ქალი ძალა, სხვათა შორის ქალი ძალა კი კარგი, მაგრამ შენი ძალით და შენი ენერგიით შეგიძლია როგორც მიიზიდო ადამიანი, ისევე განიზიდო. ამიტომ დაუკვირდი შენს ფიქრებს, შენს სიტყვებს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ყველაფერი მე რაღაცა ისე ხდება, შეიძლება გეგონოს რომ არა, მე მასე არ ვსაუბრობ, რამე უარყოფითად მოხდეს, მაგრამ ზოგიერთ ამას ვერ აკონტროლებ. ამიტომ მაინც დაიმახსოვრეთ ეს.
მისი მთავარი მიზანი არის, რომ გული მოგილბოს, შემოგირიგოს და განგაწყოს კარგად. ცოტა მოლაპარაკებასაც გავს ეს, კარგი კითხვა მომივიდა, იმიტომ რომ არის მთლად ესე, ხო არ უნდა რომ რაღაცნაირად ეჭვიანობა. ხო არ უნდა რომ რაღაცნაირად ჯერ განგაწყოს ყველაფერი კარგათა, ისე როგორც შენ გინდა ისე მოვალ და მე ერთი და იგივე, ესეც შეიძლება იყოს. არის აქ მსგავსი დაკრული ფიქრები, დუმილი, იცი რა, მაინც ვიტყოდი, რომ ხო, მაინც არის რაღაცა აქვს ისეთი, თქვენ თუ ინტუიცია გეუბნებათ რაღაცას, ესე იგი ტყუილად არ გეუბნებათ, ამიტომ მე მაინც დავფიქრდებოდი ამაზე, რომ კი, კარგი ადამიანი რომ მოდის თან როცა გრძნობა გაქვს და თან სხვანაირად მოდის, კარგად ამ დიდი პენტაკლით, ამ შემთხვევაში პენტაკლი არის ის, რომ ენატრები ადამიანს შენს მნიშვნელობას უყურებს და რა თქმა უნდა, ესა შემოთავაზება სტაბილური ურთიერთობა შენთან, მაგრამ რო იტყვიან იმ დროიდან იმ დრომდეა, ხო, ეს ყველაფერი ახლა ამიტომ მთლად ბოლომდეც მასენო იქნებით, რადგანაც თქვენი ინტუიციად ყველად არაფერს არ გეუბნებათ. აქვს რაღაცა ის, რაც არ არის გახსნილი. არ არის გახსნილი. მაქსიმუმს რას გააკეთებს უახლოეს მომავალში, მაქსიმუმს რას გააკეთებს უახლოეს, მე და გადაჭარბებული ფანტანი ემოცია, მაქსიმუმი ახლა რაც შეუძლია გამოხატოს ემოცია. იყოს ემოციური. ამ ადამიანს რა ვიცი რა. მე ცოტა ხანდახან ზღაპრულად მეჩვენება, რასაც მე ვყვები, მაგრამ უნდა მოვყვე. კი ვარ ცნობილი, რომ პირიქით ყველაფერს საპირისპიროდ ვამბობ, იმიტომ რომ მე ზოგადად არ მიყვარს ბლა ბლა ბლა, მაგრამ აქ ცოტა მე ვატყობ, რომ ფანტაზიებში გადავდივარ ამ ადამიანის ფიქრებიდან. უკონტაქტო ურთიერთობა, ვიმსჯელოთ უკონტაქტობიდან, ხო? დაძაბული მდგომარეობა და შენ აგერ ხმლების დედოფალში ხარ, მაგრამ ეს ადამიანი აგერ ფანტაზიებით და ემოციებით და გადაჭარბებული მთელი ამბებით მოდის და ვერ გავიგე, რა ხდება, რა მიზეზი, ალბათ რაღაცა მიზეზი უნდა იყოს, იმიტომ რომ კაცს რომელსაც ასეთი ემოცია აქვს, ხო? მე ვფიქრობ, რომ უკონტაქტო ურთიერთობა, გაჩნია კიდე რამდენი ხანია უკონტაქტო ურთიერთობა, არ მითანხმებით, ხო? რაღაცა ცნაურია ეს ყველაფერი. თუმცა მოსასმენად ხო კარგია და მეთანხმებით, რომ თან მე ხათუნა ვლაპარაკობ, რომ ამ კაცს უყვარხარ, ენატრები მოვა ესეთი დიდი პენტაკლით. მაგრამ მაინც ასე ამოვნოა, ასია გოგონებო აქ საქმე. ესე იგი, რაც უფრო, შეიძლება იცი როგორი ენერგია მუშაობდეს, საერთოდ ის კი არა მანიპულაციურად რო ხარ რაღაც გაბრაზებული. ბუნებრივად რო ამოგივა და ბუნებრივად რო იტყროს, დამანებე თავი, აღარ მინდა და უკვე შენ იცი შენი პოზიცია. ამას იცი როგორი დიდი ძალა და ენერგია მოაქვს, აქ უკვე საშიშროებაა მერე და ეს საშიშროებაა, რომ მამაკაც ერთვება ის, მე ვკარგავ. ყველა მამაკაც უნდა მაინც ასეთი მკაცრი ქალბატონი, რომელმაც იცის სანამდე შეიძლება მასთან და ეს ძალიან მიმზიდველია ქალის რა სიტყვა შეეფერება? ხანდახან მიბლოკები ქალის თქვენ დააბოლავეთ რა. თავარია ასე, ანდაზასავით ვიტყვი ერთი-ორ სიტყვას და მე დაბოლოვება, რა თქმა უნდა, ვისაც ვეუბნები, ის აბოლოვებს ამიტომ. ხალს უხდება რა, მოკლედ ხასიათი. გარეგნობასავით უხდება. რჩევა, ყველაზე მთავარი. რაც უნდა გაითვალისწინოთ თქვენ, რა რჩევა არის აქ? თქვენთვის რჩევა. მთლიანობაში მაინც არ დაგავიწყდეს ყველა უსიამოვნება, რაც მოგიტანა ამ ადამიანმა ერთია და თუ დაივიწყებ, რა თქმა უნდა ღირსეს, იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი მართლა ღირსეულად მოვა შენამდე და ეტყობა, რომ უნდა მოვიდეს. ახლა ყველასთვის ვერ ვიტყვი, მაგრამ თქვენ თუ გრძნობთ თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე, ღირებულებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, როცა მოვა ასეთი დამოკიდებულები და თქვენ ამას იგრძნობთ და დაინახავთ, რა თქმა უნდა, ღირს, რომ უკვე აღარ ღირს მერე ეს დამახსოვრება უარყოფით ის და შეგიძლიათ შანსი მიწეთ. ოღონდ ზუსტად ისე როგორც შენ გინდა, არც მეტი, არც ნაკლები. ესეც ძალიან უხდება ქალს, არც მეტი, არც ნაკლები. გოგონებო, რა დავამატო? მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით